სალამი მეგობრებო. დადგა დღე, როცა ჩვენ უნდა კარგად გავიხსენოთ და კარგად გასცნობოთ რა საჭირო ფაქტების სახეზეა. თუ როგორ იქცეოდა აგენტების ხროვა საქართველოსთვის ერთად ყველაზე მძიმე დროს, როდესაც ჩვენ გლოვობთ პატრიარქს. იმიტომაც უნდა გავიხსენოთ მეგობრებო, რომ თვითონ ამ ხროვის წევრებმა გამოთქვეს გარკვეული პრეტენზია ჩატარების ამ გლოვის სამგლოვირო ცერემონიალის ჩატარების წესთან, ორგანიზატორებთან და ასე შემდეგ და ჩვენ უნდა აუცილებლად ჩვენ უნდა შევახსენოთ თქვენს, შევახსენოთ მათ თუ რა გარეწრები არიან და როგორ ითხოვენ ეს ადამიანები რაღაცნაირად მონაწილეობას გლოვაში, ოღონდ მანამდე რა აქვს ნათქვამი, მაგრამ ეს არ აუშავს. შეიძლება მოინანიოს დღეს ასლაპარაკობენ, კი ბატონო. ხო, ანუ ადამიანმა შეიძლება ჩაიდინოს სისაძაგლე და შეიძლება მოინანიოს ძალიან ქრისტიანული ეს, მაგრამ დღესაც რას აკეთებენ და როგორ აშუქებენ. მოდი დავიწყოთ 20 წუთიანი 4 წუთიანი მნიშვნელოვანი ვიდეოა მეგობრებო და მოდი ვუყუროთ ამას და შემდეგ უკვე მივხვდებით რაზე იქნება დღეს საუბარი. გავუშტის. პატრიარქი წავიდა. მე ჩავთვალე. მან ჩვენ უბრალოდ ვიღავთ, ვინ გაიქცა ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. გაიქცა პატრიარქი, რომლის ადგილი ქარიხო, რომელიც აღკვეს შემადგენლობდა საქართველოს დამოუკიდებლ ამაშია თემსა. სამწუხაროდ დღევანდელი პატრიარქი ილია მეორე და მისი უმრავლესობა ჯერჯერობით, რაც მათ შერჩენილი აქვს სინოდში, ვერ არის ღირსეული მემკვიდრე ჩვენი პირველი პატრიარქების და იმდროინდელი სასულიერო წოდების. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ერს ყავს პიდარასტის მამაცვალული ცოდვით შემხრობილი თავმჯდომარე სინოდს რა. მოდით იმას ავქნათ, რა ქვია. გაცეს საპატრიარქო იმ ბრალდებელს, რაც მეუფე პეტრემ წაუყენა. არც ზოგადად იმ ინფორმაციას ჩავუყდივართ შოქში, რომ სამღვდელობას შორის შესაძლოა ჰომოსექსუალები იყვნენ. რა თქმა უნდა არიან. ორი ადამიანია ამაზე პასუხისმგებელი, აი ამ ორმეფობის ესე იგი გარემოში, რომელიც საქართველოში გვაქვს, ახლა არის ორმეფობა. ერთი ეს არის ბიძინა ივანიშვილი და მეორე არის პატრიარქი. სამწუხაროდ რომ ჩვენი საპატრიარქოს მთლიანად ასდა ქრისტიანობას საერთოდ აღარ იცის რას ლაპარაკობს და პირდაპირ ესე მოუწოდებს ხელისუფლებასაც და ბნელძალებსაც რომ იმოქმედონ იმისთვის რომ ადამიანები აიყვნენ თანასწორად. აპოკალიფტური მხეცი, რომელსაც კურთხევა სამწუხაროდ მიცა პატრიარქმა. და ამით ვერ გათაბარავთ ვერაფერს, ვერც ხელისუფლება და ვერც საპატრიარქო. ახიხეთ მახვილი და მახვილი თვე წარწყლებით. აი ეგ აპოკალიფტური მხეცი, რომელიც თქვენ გამოუშვით. თქვენვე დაგხვდეთ. ეს სულაც არათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან ილია მეორეს და საპატრიარქოს. პირიქით ხელისუფლებას ხვერპლია ეკლესიასთან მიმართებაში, საპატრიარქოსთან მიმართებაში. და ეს ყველაფერი მართულია და თან მე რომ ვიაზრებთ ვის მიერ არის მართული და ვისი წლობით ყოველ კვირას ქადაგებებში ნაგროვებით, წვეტწვეტობით, ბოროტებით არის ამ ხალხის ტვინები გამორეცხილი და საქართველოში არსებობენ ბობოლა, შავწვერა, მაჯლაჯუნები. ეს ბარბაროსული ეს ველური აქტი, რომელიც სახალისებული იყო ასევე ეკლესიის მიერ. ამიტომ დღეს ეკლესია დაისო, გაუნახლებელი უციგნური ადამიანები. ჩვენ საპატრიარქომ არ უნდა გუმართოს. საპატრიარქოში დღეს რუსული გავლენებია. საპატრიარქო ებრძვის თვითმმართველობას, თანასწორობას, თავისუფალ არჩევანს. ასე ევროპის სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ. თქმა უნდა, ამ ყველაფერს ყავს კონკრეტული დანაშაულება, ჩამდენი პირები. ვინც ამ ყველაფერს აორგანიზებენ. და ამ ყველაფერს დამაორგანიზებელი ვინ არის? მაინც მოუწოდა. საპატრიარქო, რა თქმა უნდა. ზალათი დანიშნული თანამოსაყდრეთ რუსეთის აგენტი ასევე ის კაცი არც ვიცი სახელი და გვარი და ვინ საერთოდ ვინ ჩემი ფეხებია უკაცრავად. მე თავარ პასუხისმგებლობას ვაკისებ ილია მეორეს ამ ქვეყნის შეფერხებისთვის, ამ ქვეყნის საპატრიარქოს დაბნელებისთვის. შეამჩნევდით, რომ დღეს სტუდიაში ერთი უცნაური სტუმარიც ყავს. ეს არის მარიამი, სათამაშო პისტოლეტით, რომელიც როგორც წესი ცნობილია თვითმკვლელი ღვთისმშობლის სახელით, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ პისტოლეტი სათამაშოა, სინამდვილეში ის თავს ვერ მოიკლავს, ასე რომ ცოცხალი დარჩება და მოგვიანებით იესოსაც გააჩენს.
გაიყვანეთ ეთერიდან გაბუნიათ რომ შეიძლება დროია ხო და საფრთხე და გვარიც კი არის twin არის ხო წადი გიორგი უკვე გვაცნო ძალიან ხო მინდა გიორგი ერთ წესი კაცი მოჭო ო რაღაცა ზიარე მიქაელის ხო ну დიდი ბოდიში რომ ეს კიდევ ერთხელ გავიმეორეთ მაგრამ ეს იყო აი როგორი ჭინკების და ოღონდ როგორიც აი ჩლიქები რო აქვთ და კუდი პატარა მაგასაუბრ ჩლიქიანები ხო რა ჩლიქები კუდი ცოტა რქა აი ჭინკების ყიყინი ისმოდა ხო ის რაღაც სუდი ხმები ცოტა მისტიკური და ცოტა ზებუნებრივი უსამშობლოთა კრება მე ტრანსცენდენტალური ხო მე ძალიან არა ეს რა იყო ვახ ძალიან მაკვირვებს ხოლმე ამათ რო აქვს პრეტენზია რატო გვეძახთ უსამშობლოებს ანუ ეს ვიდეო არის კიდე ერთი მაგრამ სხვათა შორის აი არგუმენტი ძალიან მძლავრი არგუმენტი მათი უსამშობლოების მაგრამ თქვათ აი ამ სკერეთის All-Star-ში მაინც ძალიან მაგრად გამოირჩევა ნიკა გვარამია იმიტომ რომ მას შეუძლია აი მანდაც კი გამოანათოს ყველაფერი იდიოტობა აქვს ნათქვა მე უფეშიოზე ეგ არ მახსოვდა და უბრალოდ სანამ მე უფეშიოზე გადავალთ მეგობრებო აი ეს კარტი გაუშვით რა ტაბულას აი შედევრი ანუ ეს იყო რომ შედევრი ბოდიში თქვენი ურწმუნო გაუნათებელი უჯლო დედავატირე თან ეს არის ნიუსი აი ტაბულამ რეები იკადრა ბიჭო ექსკლუზივის ძიებაში პირველმა რომ ამათმა გამოაცხეს ოფიციალურ განცხადებას რომ არ დაელოდნენ ექსკლუზიური ინფორმაციით რომ დადის გარდაიცვალაო ანუ რამდენი ქვეტექსტუალური ბოღმა და სიგიჟედებს ამაში რომ თურმე მოსაყდრე მიესალმა შემდეგ მოსაყდრეზე ცაკვებაქ ვიდეოები და მოდი გაუშვათ რა ანუ ჯერს რუსეთის კაციაზე ხო ჩაიციკლნენ და მე იმ დაგზალვის დღეს აცნობდა მეუფე სოფლიო პატრიარქს თავრობის წევრი ჯერ ხო იყო ბუღაძე რო გამოვარდა ეს გვაქვს ეგ ვიდეო არ ვიცი ეგ ვიდეო გვაქვს თუ არა მაგრამ ცუდი მამის უფრო ცუდი შვილი მაგას ვარაერად ქვია ხოლმე კი მაგრამ ხო ვერ ვიტყვი სოფლიო პატრიარქს არაპირებენო ჯერ მაგით დაიწყო რომ არაპირებენო რომ შემოუშვანო და წირვას უგზავნო და ასწრებენო მერე კიო წირვას კი შეიძლებაო რომ დაასწროს მაგრამ წირვის უფლებას არ მიცემენო ახსოვს რეებზე შეკრებილი გვაქვს ამონარიდები რას პროპაგანდირებდა ფორმულა პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ გლოვის დღეებში გავუშვით რაღაცნაირად კულტი შექმნეს და თაყვანს სცემდნენ და სამწუხაროდ ეს კულტი შექმნეს ქართველებმა პატრიარქისგან ამდენი ხალხის მისვლა იქ რაღაც ნაწილმა აღიქვა რაღაც ერისერთიანობის რაღაც გამოვლინებად რაღაც ნაწილი გაღიზიანდა რომ რატო თქვათ არის თქვათ ამხელა გლოვა მე ვერ ვიტყვი რომ საზოგადოება იყო ერთნიშნად ასე ვთქვათ ლოიალური იგივე პატრიარქის და იგივე საპატრიარქოს მიმართ საქართველოს დარჩება საქართველოს ეკლესია 200 წლიანი რუსული გავლენის ქვეშ თუ დაიწყება რუსეთიდან გათავისუფლების ასე ვთქვათ დასაწყისის პროცესი მართალი გითხრათ მე ვაპროტესტებდი შინაგანად ამას მე მინდოდა უფრო პრინციპული ყოფილიყო უწმინდესი და უნეტარესი მოსკოვის პოლიტიკის მიმართ და მე არ მომწონდა ეს ასეთი ლოიალური ურთიერთობები და მოფერებითი რა ასე ვთქვათ ეგზისტენციალური გამოწვევა სად რჩება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ისევ რუსულ ორბიტაზე თუ არა ეგზისტენციალური გამოწვევა არის საზოგადოებასთან დოობის აღდგენას შეძლებს თუ არა რომელიც ბოლო პერიოდში აბსოლუტურად გაანიავეს და საქართველოს ეკლესია ამ დროს ფორმალურად იყო დამოუკიდებელი რუსეთის ეკლესიისაგან ფორმალურად არსებობდა ავტოკეფალია და ჩვენს პატრიარქს ასე ვთქვათ ჩვენი პატრიარქის ამოცანა იყო ამ ფორმალური ავტოკეფალიის შიგნით განხორციელებია ჩვენ მოეხდინა ჩვენი ეკლესიის ემანსიპაცია რუსეთთან მიმართებაში პატრიარქს ეს ამგვარი საჭიროება წინ არ დასდგომია თუმცა მიუხედავად ამისა მოუწია აერჩია მოსაყდრე მე მაინც არ მჯერა ვურცელად რომ ეს მხოლოდ მისი შინაგანი ხმა იყო და ვფიქრობ რომ
დღეს საქართველოში მყოფი ეპისკოპოს ილარიონ ალფეევის ვიზიტი რაღაცნაირად კავშირში იყო ამ ნაბიჯთან და ქადაგებები თუ შეიცვალა ქადაგებების შინაარსი მისი პატრიარქობის პერიოდში და თუ გახდა უფრო პროდასავლური. მეგობრებო, კიდევ ერთ სიტყვი. ნდობა დაკარგაო. კითხვა მაქვს ჯერ. 1.5 მილიონი ადამიანის მეტი კაცო. 2 მილიონი ადამიანის იქ არ ვიცი ციფრი. რამდენი თქვა BBC მილიონი ნახევარი. მოდი რა BBC-ს დაუჯეროთ სამწუხაროდ ერთხელ ცხოვრებაში თქვა. მე არ დაუჯერებ. კი ბატონო თქვა დაუჯეროთ. 1.5 მილიონი ადამიანის იქ მისვლა არის თურმე ნდობის უპრეცედენტო დასწრება არის. გავიგეთ. კაი, მოდი BBC-ს დაუჯეროთ ცოტა ხნით. მათ არ დაუჯეროთ რა. სოფლიო ისტორიაში ამ ვიდეოზე რა ჩვენ გავუშვეთ. კიდევ ერთხელ რამდენი კითხვა, იმიტომ რომ ერთი დასასრული არის შედევრი, პროდასავლური. გარდა რომან კუსიანი გერდა რაგვარია. საღო რა რომან კუსიანი, გაგაცენ გოცირიძე. რომან კუსიანი ნაფტალში ჩადებული რაღაცა პალტო 30-იანი წლების შინელი. საიდან ამოთხარენ? კუპონას გარდა. რომან კუსიანი კუპონას გარდა მე ვერ ვიცანი ვერავინ და ვინ არიან ეს მართლა უსამშობლო აგენტები ეს ღვთისპირიდან გადავარდა ხალხი ვინ იყო რატო საუბრობდნენ პატრიარქს არხმა საჭირო ჩათულა აი ამ ჩათვალა ამ გლოვის დღეებში აი ეს ადამიანი როგორც პატრიარქს კი არ ვიცნობთ რა თქმა უნდა ესენი მოეყვანა რა ვინ ილაპარაკებს ალბათ სხვა არავინ არ ლაპარაკობს არც თქვენ არიცით ვინ ვინჯანდაბები არიან არ ვიცით კაი ეს ერთი ანუ შესაბამისად არავინ არ ვიცით ვინ არიან მაგრამ ფორმულა იქიდან გამომდინარე მათ ჰქონდათ ეს დირექტივა და აუცილებლად შესაძლებელი ბიზნესი რომ პატრიარქს ფორმულა მეუფე პეტრე რატო არ მოიწვია ილაპარაკეს ცუდი მეუფე არ არის აღარ არის ბატონი პეტრე ის ქალბატონი ან მამა ბოროტე ერთ-ერთი ამ ტიპთაგანი ამბობდა რომ საზოგადოების ნაწილიო განარისხაო აჰო ამდენ ხალხი რომ მივიდაო და ანუ საზოგადოებას რას ეძახიან მან სტუდიაში ვინც შეიკრიბნენ ეგენი ანუ ჩვენ სამი როზიორ და ლაპარაკობთ რომ აგერ საზოგადოების ნაწილი შფოთავთ ამ ფაქტზე ისეთი იდიოტები არიან მეგობრებო ისეთი იდიოტები არიან თუ ერთი მეც მათქვენ რამდენი ხანი ლაპარაკობთ რა კომენტარს და აიღე ეს და ჩვენ ყველას გვინდა რომ კულტზე ლაპარაკობენ კულტი არის რომ რამდენი ხალხი რომ გამოვიდაო არის რომ ესო კულტი შეიქმნა ადამიანისო რა ანუ სამძიმარზე ადამიანის გარდაცვალებაზე პატივის მიგება თუ კულტი და კერპთაყვანისმცემლობა არის ესენი არიან რაღაცა საოცრად არეულ და დეფორმირებულ თეოლოგიურ მორალში გაჭედილები ესე იგი არ არსებობს არც ერთი სარწმუნოება და კულტიც კი არ არსებობს სადაც რაიმე ტიპის დეფინიცია რომ გარდაცვლილ ადამიანის პატივის მისაგებად გამოსული დიდი რაოდენობა ხალხი ნიშნავს ან კულტს ან კერპთაყვანისმცემლობას რა თქმა უნდა მე რაღა უნდა დავამატო მაგრამ ბოლო შეკითხვა არ მასვენებს ძალიან მაგარა პროდასავლური ეხლა ნახე მე აი ამ არ ვიცი ორ სიტყვიანი ანეკდოტის თუ საშინელი შეუთავსებლობის ამოხსნას პროდასავლური ქადაგება რას ნიშნავს აი წარმოიდგინე კანონიკური პირები რო შეკრებილებენ ქადაგებაზე რო საუბრობენ რამ ქრისტიანული კათეხიზმო კი არა თეოლოგიური წიაღისეები კი არა პროდასავლური როგორ გავხადოთ ქადაგება და მართლა კოფი ბრეიკი და აი რა უნდა შევიდეს არა პიროვნების თავისუფლების პრიმატი ევქარისტია იცვლება NGO ეთიკით რა თქმა უნდა სულის ცხონება იცვლება ევროკავშირში დაწევრიანების მოთხოვნით იქაროსანი ფასილიტატორი ხო რაღაცა ისე ზოგადად ის რაც ჩვენ დღეს გვესმის ვიოლა ფონ დერ ლაიენისგან უნდა მეთოლაპატია და პატრიარქის ქადაგებაში უნდა ყოფილიყო. მოდი ახლა შენ გვინდოდა დათო ტურაშვილის მოხსენიო? კი, მე მინდა დათო ტურაშვილი მოიხსენიო და სანამ მოიხსენებ ვიდეო უნდა გავუყოს. რის გამო მინდა ეს მოხსენიო თორემ ტერს მომუნდეს მაგის მოხსენიება და გაახსენდეს. ოღონდ შენ ისა კი მე მაქვს მე განსაკუთრებული ის მაქვს ამ ადამიანისადმი. მოდი ცოტა ხანი ისექენი დაასწრე ცოტა გამსახურებული ოღონდ რა თქმა უნდა გამარტო ემოციები ერთი დასტური დათოშვილი რატო არის მოსახსენებელი? კაი ტიპის დაბეჭდილებას ტოვებს ზოგი ერთებში კიდე, იმიტომ რომ ღიად ნაცი არ არის, მაგრამ უარესია. კი. გავუშვი ისტორიჩკა. აგერ ბაგზაუზე ხო ვნახეთ, ჩემი თვალით ვნახე ეს ადამიანები, პატრიარქს და თუ ასე გიყვარს პატრიარქი, გამოუშვი და შედალოცვიო.
შენი აფერისტი, შენი ბანძი მსახიობი. ამდენი გოგოდა ბიჭია. სხვადასხვა ეს თხოვნა ქონდა პატრიარქს და სამწუხაროდ ეს თხოვნა არ შეუსრულეს, რომ ის ადამიანები გაეთავისუფლებინათ, როდესაც ვერაფერი ვერ დაუმტკიცეს და ციხეებში სხედან. ქონდა ეს თხოვნა დათო? ბატონო? ქონდა ეს თხოვნა, იცით ამის შესახებ? ეს ხალხოს აღიარეს ერთხელ კი არა, რამდენჯერმე მიმართეს ამ თხოვნით. და მე მინდა თქო აი პირდაპირ ეთერში ვისარგებლებ. ეხლა ჯერ არ მომეწონა რა თქმა უნდა, რომ პარტიული სხვა არის პატრიარქი ჩვენ ყველას გვერდით. რაღაცა კლუბი გააკეთეს დღეს თავისი და თავისი ოჯახის წევრების პატრიარქის სასახლეში. შეიძლება სხვა პარტიაც ასე მოიქცეოდა, სხვა ხელისმოწმე. ამაზე არ ვლაპარაკობ. მე მინდა თქო მათ, თუ მართლა ასე გიყვართ, თუ მართლა ასე შეგიძლიათ, ასეთი სიტყვები თქვა, ასე გამოიმშვიდობოთ. აღარ არის ცოცხალა. ახლა მაინც შეუსრულეთ ეს თხოვნა, ეს მისი ბოლო თხოვნა იყო სხვადასხვა. მე არ გონია რომ კიდე რამე თხოვა გარდაცვალებამდე ისა. დავიწყოთ ამ თეატრალური დადგმით, ვითომ რომ კრემლში აი ბურთი გაეჭხირა ყელში და ვეღარ განაგზო საუბარი. და იქიდან თეატრიშვილი მესმის ოქროს ჟოლო ხო იცით ყველას მსახიობს რომ აჯილდოებენ. დაჟე ეგეც არ ეკუთვნის. ისეთი ჯაგა პერფორმანსი დადგა, ისეთი უკონტექსტო და არასწორი პერფორმანსი დადგა, როგორცაც დგავდა ყოველთვის ესეთ მომენტებში, ამას ახსენდება ხოლმე, რომ უნდა გამოჩნდეს, როდესაც რაღაცა დიდი ამბავი ხდება ქვეყანაში, გარდამტეხი ამბავი. და კაპიტალიზირდეს ამ ამბავზე, მიიწეროს ეს ამბავი, ოღონდ მისი ემოციური გამოსვლაა. ნებისმიერ მაყურებელს, კი, ციხის კადრების დროს რუსთავიორის ეთერში, რომლის თანამშრომელიც იყო, იქ შუადღის რუბრიკა მიყავდა. იქ ხო არ წამოვიდოდა რა თქმა უნდა ჯერ მაგდენი წელი რო იქ მუშაობდა და ციხის კადრების ნახვამდე რო პრობლემა არ იყო რუსთავი რა ტიპის პროპაგანდასაც ეწეოდან პრონაცურს ერთხელ პროგრამა ამისთვის პრობლემა ამისთვის იქ რო დაჯდა და ვითომ რო აი დედავატირი ამათი რო შეინა რო აი აღარ გაუშვა გულმა და უკვე მართლა საგინებელი გახდა ცოტა ხანში ტიპი გაიჩნდა ზუსტად იგივეს ხარდამჯერი და ყველა ესეთი რაღაც დიდი აქცია იქნება, რამე იქნება, გამორბის ამ რაღაც ვითომ ბურთში. მე მგონი სერიოზულად საქმედი არ არის, ჩემი მე ძალიან ღიზიანდები მე. სწორია. ძალიან იშვიათია, რომ იმე ესე მაგიზიანდება. აი მაგალითად თეადეიშვილი არის ბევრად ადვოკატი. არა, მეც თეადეიშვილი უნიჭოა თეატრს. არა, მე თეადეიშვილს პატივს ვცემ განსხვავებით სიტყვაზე. დანუკა ჟორჟოლიანის, რომელსაც უნდა რომ თან cool პრესტიჟის ნიშნები ატაროს და თან ანუ იმ ნაცებზე მეტად თქო ვისაც უნდა რომ სიბინძურიდან სულთა იყო თეადეიშვილი არის როგორ იცი რომ აი ბნელი ბოლომდე ორთოდოქსი მიშისტი პორნო პოეზიას უწყობდა მიშას და როგორია იცი რომ აი ბოლომდე წამხდენი ყველაფერი ბოლომდე ბნელი ჩაუდნელდე და დავაიდა ტურაშვილი ეს არის რა საშიში და გასათვალისწინებელი იქნებოდა ვიტყვი ერთ ფრაზას ტურაშვილი საშიში და გასათვალისწინებელი იქნებოდა თუ მას ნიჭი ექნებოდა. რადგან იგი არის უნიჭო და ძირითადად მოსახლეობას ახსოვს აი ესეთ ყალბი გამოსვლები და მისი შემოქმედებით არა რატო ჯინსაობა ტურაშვილი და ბუღაძე ერთმანეთს ეჯიბრებიან საქართველოსთან საუკეთესო საჭურისის წოდებაზე. აი სუმაგისის ამაკა. აი ორივე არა საჭურისობას თუ საჭურისობაზე თუ მიდგა საქმე ბუღაძეს ვერ შეეცილება მაგას. ხოლო ეს არა ვერ შეეცილება, იმიტომ რომ ეს უფრო იშვიათად გამოდის ხოლმე. ეს ისეთ მომენტებში გამოდის, ნეუბედობის მომენტებში. ის არის დაჟე ისეთი გალობელი საჭურისები რო იყვნენ. კი ბატონო არც უნდა. ზოგადად რა მაინტერესებს ცი? მაგრამ ერთი რა ადგილი რა ერთი რა. როცა ხარ ტერი ხო? ჯერ დააყენე ამ მომენტში მაინც დააყენე და მე სატანა ეგ არის რომ ვერ ითმენს. ერთი ის საიდან მოიტანა. ეგ არის მნიშვნელოვანი. უკანასკნელი თხოვნა იყოს ნდისის პატიმრების გათავისუფლება. აი ლაზარე საიდან მოიტანა ჯერ ეს ერთი თურმე ბევრჯერ რო ყოფილა ეს თხოვნა. ერთი დამადასტურებელი გამოაქვეყნო რამე. ეს ერთი და ის მეორე იმაზე რომ ლაპარაკობენ რომ რაღაც ნასავით კლუბი შექმნეს. ანუ თუ ვინმეს გლოვა უნდა და ამათგან, თუ ვინმეს პატივის მიღება უნდა და პანაშვიძე მისვლა იყო თუ გასვენებაში დაკრძალვაზე მისვლა იყო. ანუ რამე ხელის შემშლელი ფაქტორი იყო ვინ იდგა განსასვენებელთან? ანუ
იქ დავინახე მე ადამიანი რომელიც არ მომწონს და მაგიტო შეიძლება რომ არ მივიდა პატრიარქს პატივი არ მივაგო? ანუ საერთოდ რატო დგება საუბარი მაგაზე? გვარავია რატო ლაპარაკობს პატრიარქს? იმიტომ რომ თავნაბოლომდე არის მიზანი მისთვის პოლიტიკური პროპაგანდისტული დივიდენდი დაუწერონ. რატომ ლაპარაკობს მართლმადიანი დიდი ბოდიშოა მხუმრობას ვიღერებს, მაგრამ ძალიან კარგად ახასიათებს ამ კუდიან დედაბერს ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი რატომ ლაპარაკობს ჯერ რა სისულელე დაწერა, რომ იქნებ კარგი იქნებოდა რომ კვირასო წირვა აღევლინა ეკლესიებშიო და ხო არ იცის რომ კვირას ხო არასდროს ეკლესიასაც წირვა არ აღევლინება სახელმწიფო რელიგიების შემოღების შემდეგ წესია რომ ყოველ კვირა საქართველოში რამდენი ათეული საუკუნეა ღირაობით წირვა მართლმადიდებლურ სოფლიოში ყველა ეკლესიაში კვირაობით არის წირვა ეგრო არ იცის ეგა სამომეს ყველაზე პატარა პრობლემა ალბათ მან თავი იყო სამომეს სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ ძალიან ისე რომ დაიწყო ამაცავით საუბარი თქოს გული შეტკიოდა და მოამაგე იყო და რაიმე ერთი აგური მაინც დაუდია რამდენიმე თვის წინ რომელიღაც საერთაშორისო კონფერენციაზე პანელზე იჯდა იქ საუბრობდა რომ პატრიარქი არის რუსული გავლენის მთავარი გამავრცელებელი საქართველოში და დიდი სურვილი გამოთქვა რომ შემდეგი პატრიარქიო პროევროპელი იქნებაო და პროევროპულ კურსს გააკეთა. ჩვენ ძალიან იქ მართლა ვინმე უნდა ახსნას. აი რა არის პროევროპული კურსი? ანუ ვინმეს უნდა დაადგეს ჟურნალისტს და უნდა თქოს აი პროევროპული დოროთე კაცო. არა. აი კონკრეტულად როგორ წარმოიდგენთ? აი კი, დოროთეს ნაირი ადამიანი უნდა იყოს პატრიარქი. დოროთე ზიარება როგორი არის პროევროპელი? ეხლა გეტყვი ზუსტად. პირდაპირ გეტყვი. ეხლა გეტყვი. ქრისტეშობა 25 ეგ თავისა ეგ გასაგებია. გეტყვი რაც უნდა გაკეთე ქრისტეშობა 25-ში რაღაცა ისთება და რაღაცა დღეიდან რაღაც მამა რუსუდანი იქნება. ტომოსი უნდა მიცეთ შეწირა. უკრაინულ ხო, ეგრეთ წოდებული ბოდიში, მაგრამ აი გეტყვით ნაბიჯებს. ცალსახად. შემდეგ უნდა გამოვიდეს ეკლესია და მოუწოდოს ახალი განცხადებები გააკეთოს. ახალი არჩევნები. თან სეკულარიზმით ხომ? ეგ არის, ეგ. აი სამი ნიშანი პირველი 25 მაგათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ჭინკებისთვის, რომ 25-ში იყოს. მეორე უკრაინა. უკრაინის ეკლესიის აღიარება, მაგრამ რაღაცნაირად სოფლიო პატრიარქის მმართველობაში გადასვლას გარკვეულწილად ვიცით ეგ ნიუანსები მე ნაკლებად ვაფიქრებული ვარ. ჰა? პაპიზმი? ხო, ცეზარო პაპიზმი კი ბატონო შეიძლება. ხო, ეკუმენიზმი, ეგეც შეიძლება, რა თქმა უნდა და მოკლედ, ხო, გაწყვეტა კავშირი რუსეთის ეკლესიასთან. ეგეც. აი, რამდენი მოთხოვნა აქვს, იცი? და პირდაპირ მოთხოვნა ახალი არჩევნების. და ოპოზიციური პოლიტიკოსების არქივს ხო არ უყუროთ აი მეუფეშიოზე რაც ლაპარაკობენ. შიოზე ხო? გაუშვათ შიოზე, კი ბატონო. და რუსეთის აგენტი ვითომ ძალათი დანიშნული თანამოსაყდრეთ რუსეთის აგენტი ასევე ის კაცი არც ვიცი სახელი და გვარი და ვინ საერთოდ ვინ ჩემი ფეხებია უკაცრავად ეს არ უნდა დაუშვათ პირდაპირ გეუბნებით ეს არის რუსული პროექტი მეუფეშიოს ღიად რუსეთთან აფილირებული კაცის მოსაყდრედ არჩევა სულიერად გახრწნილი საკუთარი ერის მოძულე რუსეთის უშიშროების რიგითი პაგონებიანი მოსაყდრე თუ რაღაც თანამეინახე მაგარზმანზე უმალ მისი მორალური სიკვდილი დადგება ვიდრე ის გახდება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი მეუფეშიო როგორც მომავალი პატრიარქი თვითონ როგორც წარმოუდგენია ერთხელაც ქეთს იხრის რუსეთის იმპერიალური ვილისტური პოლიტიკისა და მისი მფარველობის წინააღმდეგ ხო ეს კაცი რა ეს მაიმუნი ბირიშვილი არის ზახტა რომ თუ წავაგებო მე ქვეყნიდან მივდივარ რომ ერთ-ერთ არჩევნებზე გახსენა ხო აი სიტყვა გატეხა აბა ისე მართლა რაზე უკრაინია რომ სიტყვა გატეხა და არ შეასრულა ხო აი მართლა ვერ მივხვდი რა პრობლემა აი ეს სხვა ლაპარაკობს ვერ არის კაცი კარგად ტანგით უნდა დაკიდო ცოტა მეუფეშიოსად ოღონდ მე ჩამოხსნა რა თქმა უნდა მეუფეშიოსად მიდგომა სხვა შორის აგრეთვე არის იმ ტესტის ნაწილი რეალური რა დამოკიდებულება გააჩნდა სუბიექტს პატრიარქისადმი, იმიტომ რომ ეს ადამიანი არის პატრიარქის სიცოცხლეშივე მის მიერ აღიარებული მისი მესაყდრე შესაბამისად მას გამოუცხადა მთელ სინოდში ყველაზე დიდი ნდობა ის
აირჩია და სიცოცხლეში მისცა მან დაუტოვა მან თავისი ხმა შესაბამისად მასზე საუბარ მაშინ გამოდის რომ რა ქნა ანუ პატრიარქმა აირჩია რუსეთის აგენტი თავის მოსაყდრე და ანუ ქვეყანა ასეთი იმაში როდესაც შენ ტურბულენტობისთვის როცა თელი შენ მოღვაწეობის დროს როცა შენ თელი მოღვაწეობის დროს თელი გზა ლანძღავ ეკლესიას სხვათა შორის ერთს ვიტყვი რა შეიძლება იყო მებრძოლი ათეისტი საშინელება მაგრამ შეიძლება იყო და შენ მე შენ ღმერთთან მე შენ გაასწორებ ანგარიშებს რა როგორც ბოლშევიკებმა ლიდერებმა ჩავიდნენ მოხდა ღმერთთან და იქ გაარკვიეს ეგ ჩვენ არ ვიცით ვინცად მოხდა მაგრამ პაходу უცებ რომ გინდა რომ შენ რაღაცნაირად სიტყვა გეთმოდეს აი ამ სადაც არ გეთქმის პაходу შენ ხო გინდა განადგურება რა მნიშვნელობა აქვს შენთვის ვინ სცემს პარტიის როგორ სცემს და ასე შემდეგ აი რა მნიშვნელობა აქვს ანუ იქ მონაწილეობაც რო გინდა აი ეს არის ესეც რო გინდა და ისიც და ესე არ გამოვა რა ხო და ის შენ კარენოი გააძრე მე უფშიოს რო აძახემ რუსეთში მიიღო განათლება ძალიან მაგარი ამბავია ანეკდოტია კარგი რა თქო ანეკდოტი არა გამონათქვამი განათლება რუსეთში მიიღო და ავით მართლმადიდებლობა ბრიუსელში არის სწავლა მართლმადიდებლური აკადემია არის ბრიუსელში ხო ამათ ეგ ალბათ ვერ ისწავლი ხო აი ეგეთი მართლმადიდებლობა კარგი მეგობრებო მე უბრალოდ ერთი რამ ბრიუსელოცენტრიზმი ერთი რამ მინდა ვთქვა რომ ჩვენ გზადაგზა კიდევ ბევრია ესეთი და რატო ვაკეთებთ ამას იმიტომ რომ ეს ხოლმე სამუდამოდ არ გამოვა მაგრამ რაღაცა თქვენ იცით მაგრამ კიდევ ერთხელ იყოთ ინფორმირებული თუ ვინ გვებრძვის რა აღიარებულების ადამიანები გვებრძვიან და სად შრიან თავიანთ ბინძურ ხელებს აი ეგ არის ჩვენ უნდა ინფორმირება მოვახდინოთ არ არსებობს ამათთან დისკუსია ჩვენ რო არ მოვიგოთ ნებისმიერ თემაზე თუ კი ასეთ სენსიტიურ სულიერ თემაზე ასე იქცევიან ნებისმიერ თემაში შენ ამათზე მაღლად გახარ რა აბარა ნებისმიერ თემაში ყოველთვის ეგრე იყო რა თქმა უნდა ეს არის მაგალითი სანამ იარსებდა დიდი მადლობა მეგობრებო მადლობა ყველასთვის ხვალ გამოგზავნებოდეთ